გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ეს ლაივი ეძღვნება მშვიდობას, რა უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას 2. ეს არის ნაწილი მეორე. პირველი ნაწილი პირველ ლაივში იყო. მე მინდა ყველას, აბსოლუტურად ყველას ვთხოვო, რომ გადააზიაროს ეს ვიდეო იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანამდე მივიდეს ინფორმაცია, რომელსაც ამ ლაივში ვისაუბრებ. მაშასე მეგობრებო, პირველ ლაივში ვისაუბრე დაბალანსების პოლიტიკაზე, რომელიც არის მიღებული პრაქტიკა მსოფლიოში და საქართველოს ჭირდება როგორც პატარა ქვეყანას ძალიან მოქნილი იყოს იმისთვის, რომ პარტნიორული ურთიერთობები წარმატებულად აწარმოოს პარტნიორ ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებთან და ასევე დიდ მოთამაშეებთან მსოფლიოში. ისე რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს ამომავალი წერტილი ყველა ამ შეთანხმების და მოლაპარაკების. თუმცა დაბალანსების პოლიტიკაში იმისთვის რომ ქართული დიპლომატიური კორპუსი იყვნენ ასე ვთქვათ წელში გამართულები და მაქსიმალურად შეძლონ საქართველოს ეროვნული ინტერესების სწორად დაცვა. რამოდენიმე ფაქტორი არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული საქართველოში. კიდევ ერთხელ მე აქ აღვნიშნავ, რომ აქ საუბარია მომავლის საქართველოზე, როგორ უნდა შევძლოთ მომავალში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და პირველ რიგში მინდა გითხრათ ესეთი რაღაც, რომ მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი, რაზეც დგას და იდგება მომავალში ყველა მოლაპარაკება ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან და ეს დაბალანსების პოლიტიკა, რაზეც წინა ლაივში ვისაუბრე, იქნება რომ გავხადოთ მეტნაკლებად წარმატებული, ამას ხელს უწყობს რამოდენიმე ფაქტორი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მეგობრებო, ეს არის ჯარი. თუ რა მდგომარეობაშია ჯარი ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან მინდა რომ ყველას გითხრათ ერთი რამ. ჯარი არის და იყო საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობას ქვეყანაში. ის რომ რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჰქონდა ომები, ეს გასაგებია, არასაკვირველია, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც არ ჰქონდა, ამის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან, მაშინ პარტნიორები არ იყვნენ, მაშინ უფრო იყვნენ ასე ვთქვათ, აღმოსავლური ისლამური სახელმწიფოები და იყო დასავლეთი სამყარო, ძირითადად ბიზანტიის და ასე ვთქვათ, რომის იმპერიის სახით, შემდეგ მოგვიანებით უკვე გაჩნდა რუსეთი, გაჩნდა ევროპა და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენ ასეთ მოლაპარაკებებში შევდიოდით როგორც წესი და ჩვენს ზურგს ამაგრებდა ყოველთვის ქართული ჯარი, მისი ბრძოლის უნარიანობა და ასე შემდეგ. ყველას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვთ, გადააზიაროთ ეს ლაივი, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ. რატომ უნდა მივიტანოთ ეს ინფორმაციები? ამასაც გეტყვით, იმიტომ რომ ამ თემებზე მეგობრებო არავინ არ საუბრობს ქვეყანაზე და პრაქტიკულად დათითოკაცებული გავხდით ბოლო პერიოდში, რითაც სწორედ მტერს ვახარებთ. პრაქტიკულად ერთმანეთს ვესხმით თავს, მუდმივად გაუთავებელ რეჟიმში ერთმანეთს იარლიყებს ვაკრავთ. ჩვენ სანამ არ დავამთავრებთ ამ იარლიყების მიკვრას და არ გავერთიანდებით, მანამდე ძალიან რთული იქნება ნებისმიერი მიზნის თუ ამოცანის მიღწევა საქართველოში. მოკლედ, დაუბრუნდეთ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რამაც უნდა გააძლიეროს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის პოზიცია დაბალანსების პოზიციებთან დაკავშირებით, დაბალანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს არის ჯარი. ახლა შევხედოთ მეგობრებო ჯარის მდგომარეობას. ჩვენ საქართველოში მაშინ, როდესაც ჯარი უნდა კონდეს ძალიან ჩამოყალიბებული, რა დღეში ვამყოფებთ ქართულ ჯარს. ჯარს, რომელმაც გმირულად იბრძოლა 2008 წელს დიდი მონსტრის რუსეთის წინააღმდეგ. ხო, ამას ხო არავინ არ უარყოფს. ხო, ყველა, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლიტიკურ პრეფერენციას მიეკუთვნებით და ვინსად გახართ თუ საერთოდ არავინ არ მოგწონთ, ამას ხო ყველა აბსოლუტურად აღიარებთ, რომ ქართულმა ჯარმა გმირულად იბრძოლა 2008 წელს. რა მდგომარეობაში ჩავაგდეთ ქართული ჯარი? ჯარის საკმაოდ დიდი გამოცდილი ნაწილი წავიდა უკრაინაში, იმიტომ რომ იძულებული გახადეს ძალიან ბევრი, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. წავიდა უკრაინაში და უკრაინაში იბრძვის. ეს ძალიან კარგია, რომ თავის გამოცდილებას ახმარს პარტნიორ მეგობარ ქვეყანას უკრაინას და ეხმარება ამ ძალიან რთულ სიტუაციაში.
მაგრამ ეს ხო ქართულ ჯარს აკლდება, მეგობრებო. ახლა შეხედეთ მეორეს მხრივ ძალიან დიდი ნაწილი ქართული ჯარში გამოცდილი კადრის ოფიცრების კორპუსიდან წავიდა მექსიკის გავლით გადავიდა ამერიკაში და ზოგი ტაქსზე მუშაობს, ზოგი ტრაილერზე, ზოგმაც რაღაცა უფრო მეტი გაიკვლია გზა და ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას, წარმატებები აბსოლუტურად ყველას. მაგრამ ეს ხო ჩვენ ქართულ ჯარს აკლდება. ყველა ის ოფიცერი რიგითი, რომელიც ტოვებს ქართულ ჯარს და მიდის საერთო საბადებლის საშოვარზე ევროპასა თუ ამერიკაში, ეს ხომ ქართულ ჯარს აკლდება. ახლა ჯარის და ზოგადად სამხედრო პოტენციალის შესახებ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მშვიდობის, ხო? ზოგადად რა ყაიდაზე უნდა იყოს აწყობილი ჯარი და სამხედრო შენაერთები ზოგადად საქართველოში. რა ფუნქცია და რა ამოცანა უნდა შეასრულოს. მან უნდა შეასრულოს თავისთავად შეკავების, იმიტომ რომ საქართველოს არ აქვს მიზანი ვინმეს დაესხას თავს ან დაიპყროს. ხომ ასეა, მე მგონი რომ ასეა. თუ ამაზე ვთანხმდებით და ვჯერდებით, ნიშნავს რომ საქართველოში თავდაცვა უნდა იყოს აწყობილი, თავდაცვის ყაიდაზე უნდა იყოს აწყობილი როგორც ჯარი, ასევე სამხედრო წარმოება. ხო, ეს გამომჩა მე თქვა რომ ამ ყველაფერს ჭირდება სამხედრო წარმოება. მეგობრებო, ნახეთ, დააკვირდით უკრაინა-რუსეთის სიტუაციას, სრულად შეცვალა ფენომენი ომის. აქამდე ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე თუ რამდენი ჯარისკაცი ყავდა ამა თუ იმ სახელმწიფოს და როგორი შეიარაღება ჰქონდა. დღეს ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ დადის ყველაფერი დრონებზე, უკეთეს შეიარაღებაზე, გრძელ სატყორცნ რაკეტებზე, გრძელ მანძილზე სატყორცნ რაკეტებზე, საჰაერო თავდაცვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, უკრაინას, რა თქმა უნდა, ეხმარებიან მოკავშირეები, ეს მოკავშირეები გახლავთ ამერიკა, ევროპის ქვეყნები, არ ეხმარებიან იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ რეალურად დადოს ის შედეგი, რაც ჭირდება მას ეროვნული ინტერესების დასაცავად, მაგრამ ეხმარებიან. ამიტომაც ის ნაწილი, ასე ვთქვათ, გაპი, რაც ჭირდება უკრაინას, მან თავად დაიწყო, აი ამ პირობებში, ომის პირობებში დაიწყო სამხედრო შეიარაღების წარმოება. დიახ, ამაშიც ბევრი დაეხმარნენ, მაგრამ მან თავად დაიწყო სამხედრო წარმოების ზრდა. რაში უწყობს ეს ხელს? იმიტომ რომ შენ ნაკლებად ხარ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე და უფრო მეტიც შენ შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მეორეს მხრივ ასევე წარმატებულ ბიზნესადაც აქციო, რომ გაყიდო ქვეყნის გარეთ შენი იარაღი. ახლა მოდით გადავიდეთ ისევ საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია როგორ უზრუნველყოთ მომავალში საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა და რა მდგომარეობა გვაქვს ჯარში, რა მდგომარეობა გვაქვს შეიარაღების თვალსაზრისით. მეგობრებო, გახსოვთ რომ რაჭაში როდესაც იყო ის დიდი უბედურება, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, საჭირო იყო დრონები, საჭირო იყო შეიარაღება, ბოდიში შეიარაღება არა, ვერტფრენები, მოკლედ ვერ მოიძებნა ეს ვერტფრენები და საერთოდ რატომღაც სულ პრობლემაა საქართველოში ეს ვერტფრენები. ამ დროს ჩვენ გახსოვთ რომ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა დელტა, რომელმაც დაიწყო სამხედრო შეიარაღებაზე მუშაობა და მათ შორის გამოუშვა არაერთი სამხედრო მანქანა, დიდგორი და რამოდენიმე სხვა, ხო? და უკვე ამ ხელისუფლების პირობებში მისი ექსპორტიც კი განხორციელდა. მე მგონი გახსოვთ ხო საუდის არაბეთში მოგებული ტენდერი, სადაც ძალიან დიდი ზარზეიმით გავიდა. სად არის დღეს ეს ყველაფერი? სად არის დელტა? ვინმე თუ მეტყვის. ანუ ჩვენ თუ ვქოლავთ, კარებს ვხურავთ სამხედრო წარმოების განვითარებისთვის, ჩვენ ამ დელტას ბაზაზე შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა მათ შორის ვერტფრენების სერვისი, გადაიარაღება,
შეიძლება ვერ აგვეწყო თვითმფრინავები და თავდამსხმელი იარაღები, მაგრამ როგორც მინიმუმ მათი სერვისი შეგვეთავაზებია დელტას ბაზაზე, ეს შესაძლებელი იყო. შეგვეძლო რომ დელტას ბაზაზე გვეწარმოებინა ძალიან წარმატებული დრონები, რომელიც იქნებოდა თავდაცვის და თუ საჭიროა თავდასხმის რასაკვირველია და ბევრი სხვა მიმართულებით ემუშავა დელტას. და საქართველოს შეიარაღება იქნებოდა ერთ-ერთი ქვაკუთხედი საქართველოს გრძელვადიანი თავდაცვის უზრუნველსაყოფად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ამავდროულად ეს იქნებოდა მათ შორის მეგობრებო ექსპორტის საშუალებაც, ხო? და ამავდროულად მე შეგახსენებთ თავდაცვის საშუალებები ჩვენთვის ყველაზე მთავარი რა არის? ნახეთ, ჩვენ ვართ მთაგორიანი და თავდაცვა არც ისეთი რთულია, გახსოვთ შინდისის გმირები და გახსოვთ ბევრი მათ შორის აგვისტოს 2008 წლის ომის დროს ბევრი სტრატეგიული ობიექტის აღების შემდეგ საქართველო კარგახანს იყო გამაგრებული და პრინციპში აკავებდა მტერს, რომელიც იყო ჰაურაცხელი და სწორედ სად იყო პრობლემა, ნახეთ, საჰაერო თავდასხმის. საჰაერო თავდასხმა ჩვენ ერთი დღე მოვიგერიეთ და შემდეგ უკვე პრაქტიკულად ყველა გაგვინადგურეს. ახლა მივყვეთ ნაწილ-ნაწილ და შევაჯეროთ ეს ყველაფერი, ხო? 2013 წელს თუ არ ვცდები, როდესაც ალასანია იყო ამ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, მოლაპარაკება მიდიოდა ტალესის ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. და გეხსოვებათ ალბათ ის მომენტიც, როდესაც ალასანია ყვებოდა, რომ ღარიბაშვილმა დაურეკა უკვე საფრანგეთში ჩასულს, რომ არ მოეწერა ხელი ამ თავდაცვის საშუალებებზე. ანუ ეხლა მე საერთოდ არ მაინტერესებს სიმართლე რო გითხრათ, ვინ ვის დაურეკა, ვინ რა გააკეთა. ფაქტი ის არის, რომ მოაშიშვლეს საქართველოს საჰაერო თავდაცვა და თუ ვინმეს გონია, რომ ის ომი გინდათ შიშის ამბავი დღეს მოხსნილია, ძალიან ცდებით მეგობრებო, იმიტომ რომ ის რომ საქართველოში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა, ამას ვერ უზრუნველყოფს ვერც ბიძინა, ვერც მიშა და ვერც გრიშა. ეს არის მოლაპარაკებების საგანის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ყველა მეზობელი ქვეყნები, მაგალითად საქართველო და აზერბაიჯანი თანხმდება, სად არის საქართველოს ინტერესები, სად არის აზერბაიჯანის ინტერესები, სად არის თანხwebdra და ასე ეწყობა ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაგალითად საქართველოს და აზერბაიჯანს შორის პარტნიორულ ურთიერთობას და გამორიცხავს შესაბამისად კონფლიქტებს. იგივე ხდება საქართველოს სომხეთს შორის, იგივე ხდება საქართველოს თურქეთს შორის და ასე შემდეგ, ხო? ანუ უზრუნველყოფა მშვიდობის ხდება არა ვინმე პიროვნებების ხარჯზე, არამედ კონკრეტულად ინტერესების შეჯერების შედეგად. ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე მეგობრებო აუცილებელია რომ ვისაუბროთ ისევ და ისევ შეიარაღებასთან დაკავშირებით რამ უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოში. ესე იგი პირველი რაც ვთქვით არის ის რომ საქართველოს სჭირდება თავდაცვა და შესაბამისად ყველაფერი მათ შორის როგორც იარაღი ასევე ჯარიც უნდა ყავდეს შეკავების თვალსაზრისით მომზადებული. აქედან გამომდინარე ძალიან მინდა ვთხოვო ყველას პირველ რიგში რომ გააზიაროს ეს ლაივი, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ლაივი, თუ რაზე დგას საქართველოში მომავალში გრძელვადიანი მშვიდობა და როგორ უნდა შევქმნათ ეს გრძელვადიანი მშვიდობა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვერც შევთანხმდით იმაზე, რომ ჯარი როგორი უნდა იყოს. ამავდროულად ერთ ძალიან ისეთი მოკლე ნიუანსზე მინდა გავამახვილო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსზე ყურადღება თქვენი დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა პრაქტიკულად ჩვენ როგორც იქნა რაღაცა მომენტში შევქმენით ჯარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს დავინახეთ, რომ გმირულად იბრძოლა ამ ხალხმა, ჩვენ არ დავაფასეთ ჯარი. ჯარის დაფასება როდის ხდება, მეგობრებო, ნახეთ, როდესაც ჩვენი მხედრული სული, რომლითაც ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ და მთელი საუკუნეების განმავლობაში საქართველო იყო მხედრულ სულზე აგებული და აქედან გამომდინარე იყო ის გამარჯვებებიც, რაც გქონდა, შესაძლო მარცხებიც, რომელიც პრინციპში მარცხებიც გქონდა, არაერთი სხვათა შორის, მაგრამ მხედრული სული არ დაუკარგავს ქართველ კაცს. ახლა შევხედოთ დღეს როგორი სიტუაცია, ნახეთ, ყველა აბსოლუტურად ყველა მხარეს ცდილობს, რომ ეს მხედრული სული მოკლას საქართველოში.
რითი ხდება ეს ყველაფერი, ნახეთ. მაგალითისთვის არის ასეთი რაღაც, რომ ვიღაცები მაგალითად, არ ვიცი, ქმნიან რაღაცა ყალბ ეკლესიას და ეუბნებიან, რომ თქვენ თუ ჯარში არ გინდათ წასვლა, მოდით გაწევრიანდით რაღაცა არარსებულ კონფესიაში და თქვენ ჯარში აღარ მოხვდებით. ამავდროულად ამას ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? ვერ ნახავთ პრაქტიკულად ოჯახს, რომელშიც იტყვიან, რომ ჩემი შვილი ჯარში უნდა წავიდეს, იმიტომ რომ საქართველოს უნდა დაიცვას საჭიროების შემთხვევაში. ეს არის რაღაცა სოციალური აღზრდის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს არ დაწყებულა, მეგობრებო და ესეც შემოგდებული და შემოტანილი თემა, რომელიც ჩვენივე ხელით ავიტაცეთ პრაქტიკულად. და თუ ქვეყანაში არ არსებობს სარეზერვო სამსახური, თუ ჩვენ თვითონ არ გვსურს საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ საქართველოს ღირსება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღმერთთან უნდა გვაჭიროს, მაგრამ ვიცით რომ უკვე იყო ასეთი შემთხვევები 90-იანებში, იყო ასეთი შემთხვევები 2008-ში, მაშინ რა გამოდის რომ ჩვენ შეიძლება მომავალშიც გვქონდეს და ამისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით, რაც არ უნდა მოხდეს. ვერც ბიძინაგუშველის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც მიშა, ვერც გრიშა, იმიტომ რომ პიროვნებები არ უზრუნველყოფენ ქვეყნის გრძელვადიან მშვიდობას. ეს დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ჩვენი თავდაცვითი პოტენციალი არის რამოდენიმე რამეზე დამოკიდებული. პირველი ჯარი, მეორე ეს არის შეიარაღება და მესამე ეს არის სამხედრო წარმოება. ახლა აქვე ერთი ნიუანსი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ნახეთ, თუ ვინმე მიცით მაგალითად რა იყო სტრატეგიული შეცდომა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ნატოს სტანდარტების ბაზები გაიხსნა, რომელიც არ იყო ჩვენი ფული, სულ იყო დასავლეთის თანხა ამ ყველაფერში ჩადებული და პრინციპში ძალიან კარგი საქმეები გაკეთდა. მაგრამ სად იყო შეცდომა, ნახეთ? და ეს შეცდომა ძალიან თვალნათელი იყო 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს. პირველი ქართული ციფრული რუქები საიდან გაკეთდა თუ ვინმე მიცით? მე გეტყვით საიდან გაკეთდა. როდესაც რუსი სამხედროებმა დატოვეს საქართველო, მათ დატოვეს სამხედრო ტოპოლოგიური რუქები. აი ამ რუქებიდან მოხდა აციფრა პირველი საქართველოს ციფრული რუქა გაკეთდა სწორედ ამ რუქებიდან, რომელზეც სანტიმეტრ და მილიმეტრებში იყო დასმული ყველა სამხედრო ბაზა, რომელიც არსებობდა საქართველოში. ახლა დაგისვავთ კითხვას. თუ რომელიმე ქვეყანაში გინახავთ, რომ ხელის გულზე იყოს ბაზა, სამხედრო ბაზა და ამას ყველა ხედავდეს მათ შორის თანამგზავრიდან. რაღაცა ბაზები, რა თქმა უნდა, ჩანს, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა, ან შესაძლოა აქვს, მაგრამ ჩანს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მათ კონკრეტული რაღაც დავალებები აქვთ ამ სამხედრო ბაზებში, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს 3 ნატოს სტანდარტების ბაზა წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული, აღარ ვამბობ არაფერს თუნდა აღჭურვის პროგრამაზე, რომელიც მთლიანად დასავლეთმა მოგვცა და აღჭურვა, გაგვანათლა, ჩვენი სამხედროები ტრეინინგი გაატარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ 3 ნატოს სტანდარტის ბაზა: ვაზიანი, სენაკი და გორი. 3-ვე არის ხელის გულზე. Google-ი რო გახსნა, Google-ში ჩანს, რომ იქ არის სამხედრო ბაზა, რაზე ვლაპარაკობთ. ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა, PVO-ები, ანუ საჰაერო თავდაცვის სისტემები, აბსოლუტურად იგივე ლოკაციებზე დარჩა, სადაც იყო კომუნისტების დროს. ყველაფერი აბსოლუტურად. მართალია, იარაღი გადაიარაღდა, თანამედროვე გახდა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ამიტომაც ერთ დღეში პრაქტიკულად ყველა თავდაცვის სისტემა განადგურდა რუსების მიერ. რატო? იმიტომ რომ არავის არ ჭირდებოდა არანაირი კოორდინატების გადაცემა, მათ ბრწყინვალედ იცოდნენ, სად იყო ჩვენი სამხედრო ბაზები, სად იყო ჩვენი საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ასე შემდეგ. რა იყო სტრატეგიული შეცდომა? რა თქმა უნდა, ეს იყო უზარმაზარი წინსვლა, რომ ნატო სტანდარტების ბაზები გაკეთდა, მაგრამ დალოცვილო ასე ხელის გულზე, რომ არ უნდა ჩანდეს ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზები, რომელიც ნატო სტანდარტებით გაქვს, ხო?
და მალე არ ვიცი სადღაცას შეაფარე შეცვალე ელემენტარულად კოორდინატები, როგორც მინიმუმ სამხედრო ბაზების, ხო, კომუნიზმიდან გამოსული ხარ და იგივე ადგილებზე ტოვებ სამხედრო ბაზებს, სადაც იყო მაშინ. ეს ხო არის პრობლემა, ეს არის პრობლემა თავდაცვის. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ეს იყო სტრატეგიული შეცდომა და ერთ-ერთი რაც უნდა გამოსწორდეს ჩემი გადასახედიდან არის სწორედ ის, რომ სამხედრო ბაზების წანაცვლება უნდა მოხდეს როგორც მინიმუმ და ის უნდა იყოს გასაიდუმლოებული, არ უნდა იცოდეს შენმა პოტენციურმა მტერმა სად არის განლაგებული შენი საჯარისო ნაწილები. რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, მაგრამ ის სტრატეგიული ნაწილი, სადაც უნდა იყოს განლაგებული, ეს არ უნდა ჩანდეს ხელის გულზე. Google-ის რუქაზე არ უნდა ჩანდეს როგორც მინიმუმ. ეს არის ერთ-ერთი ნიუანსი. მეორე, შეიარაღება. დიახ, შეიარაღებასთან დაკავშირებით, მეგობრებო, პირველ რიგში, რადგან შევთანხმდით იმაზე ყველა და ვთანხმდებით, რომ საქართველოს უნდა იყოს თავდაცვითი ყაიდის ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება და ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს ცის. ესე იგი, ციდან თავდაცვასთან დაკავშირებით გვჭირდება მოლაპარაკებები და გვჭირდება თანამედროვე ისეთივე გუმბათი, როგორც მაგალითად აქ ისრაელს. დიახ, ისრაელშიც ვარდება ბომბები, ეხლა ვიღაც შემომივარდება, მეტყვის რომ იქაც ხო ვარ. დიახ, ვარდება, მაგრამ ნახეთ როგორი ნიუანსია, ძალიან პატარა ადგილებია დარჩენილი, რომელიც არ ფარავს კონკრეტულ ადგილებს, მაგრამ იმ ადგილებში დასახლებული პუნქტები არ არის, სტრატეგიული არ არის და შესაბამისად იქ თუ რაღაცა ჩამოვარდა, რაღაც ქვეყანა არ იქცევა ამით. მეორე ნიუანსი რაც არის, როდესაც შენობებთან ვარდება, დასახლებულ ადგილებში ვარდება, ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ გადატენის მომენტში, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ავტომატი, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ, ერთი გაისროლა, ჩამოაგდო და მეორეც მაშინვე მიაყოლოს. მას ჭირდება დრო გადატენვის მომენტში. აი, გადატენვის მომენტში შეიძლება რომელიღაც იმ კვადრატში, რომელსაც კონკრეტული საჰაერო თავდაცვა ფარავს, ისრაელშიც ჩამოვარდეს და ჩამოვარდნილა კიდეც, მაგრამ ეს არის მინიმუმამდე დაყვანილი ცის დაცვა, ხო? ანუ პრაქტიკულად ცის დაცვა გარანტირებული აქვს ისრაელს. ანუ საქართველოში ჩვენ გვჭირდება სწორედ ცის მაქსიმალური დაცვა. ახლა ჯართან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ გვჭირდება სკოლიდანვე გაიზარდოს მხედრული სულით ბავშვები და უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ყველა ჩავეწეროთ რეზერვში, დადგინდეს ასაკობრივი ცენზი, არ ვიცი, 18-დან 45 წლამდე, 50 წლამდე რაღაც ამდაგვარი და ყველა ადამიანი დაუშვათ ორკვირიან, სამკვირიან წვნებს გადიოდეს და ამავდროულად არსებობდეს რაღაცა ადგილები, სადაც იქნება შენახული იარაღი საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზერვს დაურიგდება ეს იარაღი და ისინი მზად იქნებიან კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. ეს რისთვის გვჭირდება, მეგობრებო? იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ ვიღაცას თავს დავესხათ. იმისთვის გვჭირდება, რომ საჭიროება ღმერთმა არ გააჩინოს, მაგრამ თუ გაჩნდა, ყველა მიცოდეს, რას ვაკეთებთ ასეთ სიტუაციაში. ეს ხდება, მეგობრებო, უკეთეს გეტყვით, შვეიცარიაში ყველას აქვს აბსოლუტურად იარაღი. იმიტომ კი არა, რომ ვინმე მოკლას. ამისთვის ასტიკად დაიჟება. ეს იმისთვის ხდება, მეგობრებო, რომ ამ ადამიანებმა დაიცვან თავისი ქვეყანა საჭიროების შემთხვევაში. ეს ადამიანები ყველა აბსოლუტურად გადიან თვნას და შესაბამისად მათ იციან საჭიროების შემთხვევაში როგორ ჩაერთონ, სად ჩაერთონ და რა უნდა აკეთონ და ამისთვის იარაღიც აქვთ. თუ გინდა რომ თავდაცვითი ქვეყანა გქონდეს, მხედრული სული სკოლიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. ის რაც არ ხდება და რისი განადგურებაც ხდება. მაშინ, როდესაც შენ ეუბნები სკოლის ბავშვებს, რომ ანწუხელიძე თურმე ვიღაცის პიარ შეეწირა და პრაქტიკულად გმირ ადამიანზე იძახი, რომ არ ვიცი, პრაქტიკულად ცირკის იმაში გამოყავს, კლოუნის რანგში გამოყავს ამხელა გმირი კაცი, რომელიც საქართველოს მთლიანობას და ეროვნულ ინტერესებს შეეწირა, ხო? ასე შენ მხედრულ სულს ვერ გააცოცხლებ საქართველოში. საჭიროა სკოლებიდან მოხდეს ამ ყველაფრის შესწავლა და რაც მთავარია, სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფო ნება იყოს ისეთი, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდეს ეს ყველაფერი. შეიარაღებას მინდა აუცილებლად დაუბრუნდე. ძალიან დიდი
დანაშაული იყო, წეღანაც ვახსენე, როდესაც თალესთან მოლაპარაკებას ხელი არ მოაწერა ალასანიამ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ დაურეკა, ვის დაურეკა, ვისი დავალება იყო და ასე შემდეგ. საქართველოს არ აქვს თავდაცვის საშუალება, რომლითაც ცას გააკონტროლებს. ეს არის ჩემთვის როგორც ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი თემა. ამის შემდეგ რა მოხდა? ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ყველაფერი გააკეთა დღევანდელი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრებმა, რომ დელტა გაენადგურებინათ. ის, სადაც უნდა ყოფილიყო სამხედრო წარმოება, ის, სადაც უნდა გაზრდილიყო საქართველოს სამხედრო პოტენციალი და ის საიდუმლო იარაღები, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად გარანტირებულს შევქმნიდით სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს თავდაცვას. საქართველოს თავდაცვა ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოს რასაკვირველია ჯარმა, მხედრულმა სულმა, იარაღმა და მეორეს მხრივ დიპლომატიამ, რომელმაც უნდა იმოქმედოს რეაგირების რეჟიმში და აბსოლუტურად თამამად შეუძლია პარტნიორ ქვეყნებთან მანამდე დათქმული, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებების საფუძველზე და სამხედრო ალიანსების საფუძველზე დაახმაროს, ასე ვთქვათ, ამ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სხვა ქვეყნის საჯარისო შენაერთები. მე წინა ნაწილში ვისაუბრე თუ როგორი საჯარისო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებები შეიძლება გაფორმდეს. მე ძალიან ერთგული ვარ იმისა, რომ უკრაინა, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და მათ შორის კავკასიის ქვეყნები ერთად ქმნიდნენ რაღაცა უსაფრთხოების ახალ სამხედრო ალიანსს და ეს ახალი არ არის, ვიღაცებს წინაზე, როდესაც ვახსენე წინა ნაწილში გაუკვირდათ, ზოგმა ვერც გაიგო, ზოგს რაღაცების მოსმენა უნდა და თუ იმას არ ისმენს, იარლიყებს უაკრავთ ერთმანეთს, ეს არის ძალიან რთული თემა და ამ თემებზე უნდა საუბრობდეს ის ხალხი, ვისაც ეს თემა მეტნაკლებად ესმის. ჩვენ თაობები საქართველოსთვის პლატფორმაზე ვიწვევთ პროფესიონალებს, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ, გვაქვს დისკუსიები და გვაქვს შეხედულებები და მათ შორის გეგმებიც თუ როგორ უნდა შეიქმნას ეს საქართველოს მომავალი გრძელვადიანი მშვიდობა. მოკლედ მეგობრებო, ჯარი ეს არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელზეც დგას გრძელვადიანი მშვიდობა და რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ შორის ის, რაც პირველ ნაწილში ვისაუბრე, დაბალანსების პოლიტიკა მიმუშაოს საკმაოდ მაღალ დონეზე. ძალიან მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენგანს, რომ გადააზიაროს ეს ლაივი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის და საქართველოს მოქალაქის ყურამდე მივიტანოთ. არ შეიძლება საქართველოში, როდესაც ჩვენი წინაპრები მხედრული სულით პრაქტიკულად იცავდნენ ქვეყანას და იზრდებოდნენ ასე, ხო, ანუ ჩვენი ქვეყანა რაზე იდგა, რომ ქალიც კი მებრძოლი იყო, ხო? ერთ ხელში ბავშვი ეჭირა და მეორე ხელით, ასე ვთქვათ, ქმარს ეხმარებოდა, ხო? ეს ასე იყო ყოველთვის და დღეს როგორი სიტუაცია ვერც ერთ დედას ვერ ნახავ, რომელსაც კითხავ, რომ აი შენ შვილს ჯარში გაუშვებ, კაციშვილი არ გეტყვის კი ის. ეს უნდა შევცვალოთ და უნდა შევცვალოთ ერთად. მხედრული სული უნდა დავაბრუნოთ, იმიტომ რომ ეს არის გარანტორი იმისა, რომ ქვეყანაში იქნება სწორი პოლიტიკა, თავდაცვითი და ის დამოკიდებული იქნება, ეს შექმნის ერთ-ერთ ქვაკუთხედს გრძელვადიანი მშვიდობის. მოკლედ მეგობრებო, ამავდროულად მინდა რომ ძალიან კარგი ინფორმაცია გითხრათ, ჩვენ პლატფორმაზე თაობები საქართველოსთვის დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას დიდი ქართული კონგრესი, დიდი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანდება ყველა აბსოლუტურად, ჩვენ არავის არ ვეკითხებით ვინ როგორი პოლიტიკური პრეფერენციის ხართ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პოლარიზაცია და უნდა გავერთიანდეთ. როგორ გავერთიანდეთ? უნდა გავერთიანდეთ იმ თემებზე, რომელიც საერთო გვაქვს, ჩვენ ხო ყველას გვინდა საქართველოში ოდესმე დამყარდეს ეს გრძელვადიანი მშვიდობა, რაზეც ამ უკვე მეორე ვიდეოში ვსაუბრობ თქვენთან. ჩვენ ხომ გვინდა რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დაცული იყოს. ჩვენ ხომ გვინდა რომ ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ძალიან კარგი დემოკრატია, სადაც უფლებები ყველასი დაცულია და თამამად შეგიძლია იფიქრო განვითარების შესახებ და პერსპექტივებზე.
ამიტომ რაზეც თანხმდებით მეგობრებო, მოდით ძალიან გთხოვთ ამ თემების ირგვლივ გავერთიანდეთ და თაობები საქართველოსთვის ორგანიზაცია ამისი კარგი მაგალითია, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაც გვყოფს დღიდან ამ პლატფორმის შექმნისა და ვსაუბრობთ და ვერთიანდებით იმ თემებზე, რაც გვაერთიანებს და გვაძლიერებს და გვაძლევს სინერგიის ეფექტს. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანის შემოუერთდით ამ გაერთიანებას და დარეგისტრირდით თაობები წერტილი.com-ზე. ამ ვიდეოს ქვევით დავდებ აუცილებლად ამ ლინკსაც. ძალიან გთხოვთ, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ხართ თუ მის ფარგლებს გარეთ. ყველა დარეგისტრირდით თაობები წერტილი.com-ზე. შევქმნათ ერთი ძლიერი ქართული კონგრესი, რომელიც იქნება წარმომადგენლობითი და რომელსაც ექნება ძალიან დიდი გავლენა, როგორც ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვაზე თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იქნება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ადვოკატირებას გაუწევს პირველ რიგში ადამიანის უფლებებს, მაგრამ ამის მიღმა გაკეთდება ძალიან ბევრი შემეცნებითი პროექტი. დავაფინანსებთ მაგალითად ახალგაზრდებს, რომელსაც სურთ რაღაცა კონკრეტული შეისწავლონ და შეიმეცნონ საზღვარგარეთ. დავაფინანსებთ მაგალითად ონკოპაციენტ ბავშვებს, რომელსაც ჭირდებათ ეს დახმარება და სანამ ჩვენ აგერ ერთმანეთს ვეჩხუბებით და გაუთავებლად ვერ გავიყავით, რას ვიყოფთ არ ვიცი, მაგრამ ვერ გავიყავით აშკარად. ამასობაში ეს ბავშვები იღუპებიან. უამრავი ბავშვი შიმშილობს საქართველოში და ჩვენ ვერ შევძელით ელემენტარულ თემებზე დალაპარაკება ერთმანეთთან. ამიტომ ვისაც გსურთ რომ კეთილი საქმე აკეთოთ, ვისაც გსურთ რომ ნამდვილი ქართული საქმე აკეთოთ, ვისაც გსურთ მათ შორის რომ ვიზრუნოთ ემიგრანტებზე, რომლებიც ჩამოსული არიან და სრული დასაბუთება აქვთ იმისი, რომ მათ ეს ხელისუფლება დევნით და თავშესაფარს ვერ იღებენ და ქუჩაში ათენ აღამებენ. ვიღაცამ ხო უნდა იზრუნოს ამაზეც, მეგობრებო. ვიღაცამ ხო უნდა დაიცვას ემიგრანტების უფლებები. ახლა იქ საქართველოში ძალიან ბევრი ვისაც საერთოდ არ გახსენებია ემიგრანტები, გარდა იმისა, რომ ფული გვიგზავნეთო, დღეს რაღაცა ყველა ემიგრანტებისკენ იშვერს ხელს. მაგრამ მათ უფლებების დაცვაზე არავის არასდროს არ უზრუნია თუ დააკვირდებით, ხო? ამიტომ მოდით მეგობრებო, ერთად შევქმნათ ეს ორგანიზაცია, ქართული კონგრესი. წარმომადგენლობები უკვე იქმნება იტალიაში, გერმანიაში, ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ბელგიაში. საქართველოში არის უკვე ერთი საინიციატივო ჯგუფი, მინდა რომ ყველა რაიონიდან რეგიონებიდან ჩაერთოს ასევე ხალხი, ამიტომ ძალიან გთხოვთ დარეგისტრირდით თაობები წერტილი.com-ზე და შევქმნათ ერთი ქართული ძლიერი ორგანიზაცია, სადაც იქნება წარმომადგენლობითობა, რომელიც აირჩევა ელექტრონული წესით და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შეიცვლება, ასევე შესაძლებელი იქნება ელექტრონული წესით გამოწვევა ნებისმიერი არჩეული წარმომადგენლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შევქმნათ ძლიერი ქართული ორგანიზაცია, რომელიც შეაზანზარებს ნებისმიერ ხელისუფლებას, არსებულს თუ მომავალს და ასევე ქართველების უფლებებს დაიცავს ნებისმიერ ქვეყანაში. როდესაც არის ასეთი ძლიერი ორგანიზაცია, როგორც მაგალითად აქვს სომხებს, ებრაელებს, მათ აქვთ ასეთი დიდი კონგრესი შექმნილი, მათი ერთი გაგზავნილი წერილი აზანზარებს ნებისმიერ ხელისუფლებას. და ჩვენ რაღაცა გათითოკაცებულები ვართ, მეგობრებო, ყველაფერზე ვჩხუბობთ, დავობთ და ვერასდროს ვერაფერზე ვერ ვთანხმდებით. ამიტომ ჩვენი მთავარი ამომავალი წერტილი იქნება, რაზეც ვთანხმდებით, მხოლოდ იმის ირგვლივ გავერთიანდეთ და ხომ გვინდა კარგი საქართველო, ხომ გვინდა წელში გამართული ძლიერი საქართველო, რომელსაც განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, რომელიც დაიმკვიდრებს საბოლოოდ ოჯახში, ევროპულ ოჯახში თავის საკუთარ ადგილს. ხომ გვინდა ასეთი საქართველო, ხო? ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველო ხომ გვინდა? ხომ გვინდა რომ ემიგრაციაში მაგალითად წამოსული ადამიანები არ კარგავდნენ ენას, მათი შთამომავლობა არ კარგავდეს ენას და ეს ბავშვები, რომელიც ემიგრაციაში იზრდებიან, მთლიანად არ იყვნენ მოწყვეტილები საქართველოს და არ მოწყდეს საბოლოოდ მთელი ეს გენოფონდი საქართველოს. ის ხალხი, რომელსაც დაბრუნების პერსპექტივა ექნება ამ ბავშვებს ვასწავლოთ და შევაყვაროთ, ხო შეიძლება საქართველო და ეს პროექტები სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით გაკეთდება და თქვენი წვლილი და თანამონაწილეობა იქნება ამ ყველაფერში. ვინც დაბრუნდება, ვინც არ დაბრუნდება, როგორც მინიმუმ
საქართველოს ლობისტი გახდეს იქ სადაც იქნება, ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან დიდი კეთილი ქართული საქმეების კეთება შეიძლება. კიდევ ერთხელ მეგობრებო, გეპატიჟებით, ყოველ შაბათს გვაქვს Zoom ჩართვები და შემოუერთდით ამ Zoom-ს თაობები საქართველოსთვის Facebook ჯგუფში, რომელსაც ასევე ამ ვიდეოს ქვევით დავდებ. ყოველთვის იდება ანონსები, შემოუერთდით ამ Facebook ჯგუფს და თვალი ადევნეთ სიახლეებს. და ბოლოს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობას უზრუნველყოფს პირველ რიგში დაბალანსების პოლიტიკა, რომელიც დგას რამოდენიმე ფუნდამენტზე. ეს არის სამხედრო პოტენციალი, თავდაცვა, მეორე ეს არის ეკონომიკა, მესამე ეს არის განათლება, მეოთხე ეს არის ჯანდაცვა, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გუნდში არიან პროფესიონალი ადამიანები, გამოცდილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ამ მიმართულებით როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველო. ამიტომ შემოგვიერთით თუ ვინმე თვლით რომ გსურთ ამ საკითხებზეც ისაუბროთ, იმიტომ რომ ახალი საქართველო ერთად უნდა შეიქმნას. ნახეთ მეგობრებო, 90% თქვენგანი პრაქტიკულად სვავთ ერთი და იგივე კითხვას. ოცნება არ მოგწონს, დიახ, უნდა გაუშვათ. და ვინ მოდის, ამას სვავთ 90% თქვენგანი ამ კითხვას. და სანამ ვიტყვით ვინ მოდის, ჯერ ის გავარკვიოთ, რა გვინდა. როგორი საქართველო გვინდა. და ამ როგორი საქართველო გვინდაზე თუ შევთანხმდებით, გამოჩნდება ის ხალხი, ვინც შემოგთავაზა, როგორი საქართველო გვინდა. პროფესიონალები ეკონომიკის დარგში, თავდაცვის დარგში, გამოცდილი ხალხი ჯანდაცვაში, განათლებაში და ასე შემდეგ, ეს ხალხი თქვენს თვალწინ გამოჩნდება, მეგობრებო. ამიტომ პასუხი ვინ მოდის, თქვენ თავად დაინახავთ ამ ყველაფერს. იმისთვის რომ შევთანხმდეთ რაღაცებზე, საჭიროა რომ ნაკლები ვისაუბროთ იმ თემებზე, რაზეც ვერ ვთანხმდებით და ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც გვაერთიანებს და სინერგიის ეფექტს გვაძლევს. გავერთიანეთ, ძალა ერთობაშია, მეგობრებო, გაერთიანების გარეშე ვერც ერთ საკითხს ვერ მივიყვანთ ვერასდროს ბოლომდე და ბოლოს კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნა. ამით ვამთავრებ დღევანდელ ლაივს, ეს იყო მეორე ნაწილი, როგორ უნდა უზრუნველყოს და რამ უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოში. მხედრული სული არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც სკოლებიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს და რაც მთავარია, თავდაცვა აუცილებელია რომ იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, იმისთვის რომ დაბალანსების პოლიტიკამ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმუშაოს სრულფასოვნად. სულ ეს იყო მეგობრებო, გააზიარეთ ეს ლაივი იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ინფორმაციები. დიდი მადლობა და ყველას გელით პლატფორმაზე თაობები საქართველოსთვის და დარეგისტრირდით თაობები.com. ერთად შევქმნათ ახალი საქართველო. მადლობა.